მოგესალმებით პირველი არხი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წარმოგიდგენთ საფეხბურთო სატელევიზიო შოუს კომენტატორი დღეს პროექტის მერვედფინალური ეტაპის მესამე საკონკურსო დღეა. სანამ შემდეგი ოთხეული მერვედფინალში ჩართვება, ნახოთ თუ რა რეაქცია ჰქონდათ მონაწილეებს, როდესაც მეორე ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა რესტორან ოვალში შეიჭრეს. სტადიონზე ვიმყოფებით პროექტის პირობების თანახმად 16 მონაწილე 4 ჯგუფად იყოფა, თითოეულ ჯგუფში არსებულ მონაწილეს კი საქართველოს ჩემპიონატის ან თასის მატჩების პირდაპირ ეთერში წაყვანა მოუწევს. დღეს ვახტანგ ჩიკვაიძეს, კახა ლოსაბერძეს, ირაკლი იმედაძეს და ედვარდ მელოიანს მოუწევთ საქართველოს დავით ყიფიანის თასის ნახევარფინალური მატჩის წაყვანა, რომელშიც ერთმანეთს რუსთავის მეტალურგი და თბილისის დინამო დაუპირისპირდებიან. რუსთავის მეტალურგი საქართველოს ორგზის ჩემპიონია. ეს კლუბმა 2007 და 2010 წლებში მოახერხა. თასზე კი რუსთაველებს მსგავსი წარმატებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. წლევანდელ გათამაშებაში კლუბი მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთო და თანმიმდევრულად ჯერ ბათუმის დინამო, შემდეგ კი ცხინვალის სპარტაკი ტურნირს გამოთიშა. იმის გათვალისწინებთ, რომ რუსთაველები წელს საქართველოს ჩემპიონატში ქვედა 6 წელში ასპარეზობენ, მათთვის ერთადერთი შანსი იმისა, რომ ევროტურნირებზე მოხვდნენ საქართველოს თასის მოგებაა. თბილისის დინამო ქვეყნის თასის 9 წლის მფლობელია, ბოლოს ეს ტიტული მათ 2009 წელს აიღეს. მიმდინარე გათამაშებაში დინამო მერვედფინალურ ეტაპში ჩაება, მან ჩამოიტოვა ფოთის კოლხეთი ანგარიში 4-0, შემდეგ შეხვდა ლანჩხუთის გურიას, შეხვედრა ლანჩხუთში ფრედ 0-0 დასრულდა, ხოლო უკვე თბილისში დინამოელების სასარგებლოდ 3-2 დინამო ამ სეზონზე უპირობო ლიდერი. პირველი კონკურსის პირველ ეტაპზე თავი ვერაფრით გამოიშინა, თუმცა ჟიურიმ შანსი მისცა, რაც მან შვენივრად გამოიყენა. ტურიდან ტურში კახა ლოსაბერძე აშკარა პროგრესს განიცდიდა და საბოლოოდ 16 საუკეთესო შორის მოხვდა. ვარ კახა ლოსაბერძე 20 წლის დავიბადე თბილისში. ვარ კახა ლოსაბერძე დავიბადე თბილისში. როგორ ჩავწერე? გაი, ვახ მაგ ვიყურო? ხო, დავიწყე. ვარ კახა ლოსაბერძე 20 წლის სტუდენტი. დავიბადე თბილისში სანზონაში. დავამთავრე 133 საშუალო სკოლა და 2010 წელს ჩავაბარე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრსა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვარ მესამე კურსზე და ვსწავლობ ბატონი დავით ანდრულაძის ჯგუფში. დაკავებული ვარ სწავლით, რეპეტიციებით. ეხლა ცოტა ხანში დავიწყებთ პიესაზე მუშაობას და რა ვიცი, მე ვიტყვი. თუ არ ვიტყვი. რა მუშაობ პიესაზე რა, ჯერ არ მუშაობ პიესაზე, არ აგვიღია.
ეხლა მუშაობთ ეტიუდებზე რა. ბიჭო, ვერ ამბობ. ხო, რა მაგას დავა. ჩემთვის ამ პროექტში არა რა პროექტი. დებილი ვარ, ბიჭო, ენაბული. ჩემი ბარის წამი გასაბოლოებით და იმედია რომ მსახიობი გამოვალ და გარდა ამისა, ნუ ეს პროფესიაც ძალიან მიყვარს და შემიყვარდა, როდესაც უშუალოდ შევეხე რა. შემოვდგი ფეხი ამ პროექტში და ამიტომაც არის ალბათ მეთოდების ლექციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდ ყურადღებას უთმობ. სერიოზულად, ეხლა ნახე? მეც მაგ ესე უცე რატომ ამბობ? აი თუ აი ყურე. ეხლა უყურე. ხო. ძალიან ხშირად მინდება ხოლმე სეირნობა რა. ძალიან მიყვარს სეირნობა და არ ვიცი მარტოს ძალიან ბევრჯერ თბილისის ქუჩებში მივლია ძალიან ბევრი და არასდროს არ მომბეზრდება სიარული რა და ყველაზე ხშირად თბილისში ვსტუმრობ ხოლმე მთაწმინდის პანთეონს, სადაც ჩემთვის ძალიან დიდი ადამიანები და სამაგალითო და მისაბაძი და რა ვიცი აი ყველაფერი რო არიან ჩემთვის ისეთი ადამიანები არიან დაკრძალული და რა ვიცი წერ ლექსებს რაც პამაღალი ნათქვამია ხა გალაქტიონის და ვაჟას ქვეყანაში ამის თქმა, მაგრამ რა ვიცი წერ ხოლმე ავდივარ თაწმინდის პანთეონშივე დამიწერია რამოდენიმე ლექსი და რა ვიცი სადღაც 4-5 წელია წერ ლექსებს და ისე გააკეთე რომ აი ზურგი აი ეს გონი და მეათე დარკავ წელსა გასწყვიტე ძროხი. რა შეხვეწები მაგდენს რა იგებს შენაცოდე? ერთი წესი და ორი წელი. შენ ხვეწდა მეტის მეტი. ნუ რასაც ვაწყენ ამით მეტს რაც ახლა დავიხდები. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო რუსთავიდან, სადაც დღეს გაიმართება დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური გათამაშების პირველი მატჩი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან რუსთავის მეტალურგი და თბილისის დინამო. თავდაპირველად გაგაცნობთ გუნდების შემადგენლობას და შემდეგ მივყვეთ მატჩის მსვლელობას. დუშან უგრინზე რა შეიძლება ითქვას? იგი გუნდში მოვიდა 2012 წლის ივნისში და პირველი მატჩი საინტერესოა ძალიან, რომ გამართა ამ სტადიონზე. აქ გააქტიურდა ძალიან სუხიაშვილი, გადააწოდა ლობჟანიძეს, ლობჟანიძეს შეუძლია ჩააწოდოს მენდია მის წინააღმდეგ. მარცხენა ფლანგიდან ნახოთ ლუკა რაზმაძე, დობროვოლსკი, ფიფია, მენდი მოატყუეს არა, ჯერ ვერ გაცდნენ. სუხიაშვილი არ დაუტოვა ფიფიას, თავად ცდილობს სიტუაციის გამწვევებას ლობჟანიძე. ვერ აი სწორედ ვერ ახერხებენ საჯარიმოში შესვლას. ეს არის პრობლემა რუსთაველებისა და უკან მოუწიათ ბურთის დაბრუნება იმის გამო, რომ ბურთი არ დაეკარგათ. საჯაია აქ მარჯვენა ფლანგიდან აქტიურობდა, გადავიდა თუ არა? გადავიდა ბურთი და აუტს მოაწვდიან. თბილისის დინამოელები საჯაია თქვენს ეკრანებზე. 34 მატჩი მოიგო. დუშან უგრინ, მაგრამ საუბრობდი იმაზე, რომ ლევან ხმალაძემ გაიტანა 42 წუთზე 11 აგვისტოს დებიუტში დუშან უგრინისა და სწორედ ამ სტადიონზე მოხდა მისი დებიუტი. ძალიან წარმატებული და კარგად დაცდილი სტადიონია, როგორც ჩანს. და 34 მატჩიდან 25 მოიგო, 7 ფრე და 2 წააგო და 23 დეკემბრის მერე გახსოვთ ალბათ ზესტაფონთან 2-1 დათმო თბილისის დინამომ თამაში და მას შემდეგ წაუგებლა ასპარეზოს და ჯაბადვალი დარტყმა და 1-0. ჯაბადვალი ხსნის ანგარიშს დღევანდელ მატჩში. ძალიან კარგად ითამაშა ახ ჯაბადვალმა, შეცდომად შეიძლება აუღნიშნო, ძალიან კარგი გადაცემა მიიღო მან და 1-0 დაწინაურდნენ 22 წუთზე. თბილისის დინამოელები, ვინც ის რა დონის გოლი გაიტანა და რა ფასის მქონე, ძალიან ძიმე დღეშახ შეცდომა ლუკა რაზმაძე ბურთით. კარგად ითამაშა მერებაშვილმა და ჯაბადვალს ისღა დარჩენოდა, გამოზომილი ზუსტი აუღებელი დარტყმა განახორციელა ძალიან კარგად. ჯერ მერებაშვილის თამაში უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად და ლუკა რაზმაძის შეცდომაც შეიძლება, მაგრამ რთულია ესე მაინც და მაინც დაადანაშაულო, უბრალოდ ვერ გაგრძელება ვერ იპოვნა და უცებ უთნა მოეშვა და შედეგად მიიღეს საკუთარ კარში რუსთაველებმა ბურთი, ესეც ასე
დაწინაურდა თბილისის დინამო ორ მატჩიან დაპირისპირებაში პირველი მატჩი აქ ჯაბადვალი ბოლონდი ახდურობს ევროპა ბეთი დღევანდელი ტრანსლაციის სპონსორი პროფესია, რომელსაც ირაკლი იმედაძე თავისუფალ უნივერსიტეტში ეუფლება, შორს არის სპორტული კომენტატორობისგან. საერთაშორისო ურთიერთობების მომავალ სპეციალისტს ფეხბურთი ბავშვობიდან იტაცებდა და დიდი ხნის ოცნების ასრულებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კონკურს კომენტატორის შესახებ შეიტყო. მე ვარ ირაკლი იმედაძე, 20 წლის სტუდენტი თბილისიდან. დავიბადე 1993 წლის 24 იანვარს. დავამთავრე პირველი ექსპერიმენტული სკოლა საირმაზე. შემდეგ ჩავაბარე თავისუფალ უნივერსიტეტში, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში. ვარ მესამე კურსი. სწავლობ არაბულს. დამეთანხმებით საკმაოდ რთულია ამ პროფესიის დაუფლება, თუმცა იმდენად კარგი ლექტორები არიან, იმდენად კარგი გარემოში გვიწევს სწავლა, რომ სასიამოვნოც კი არის ეს პროცესი. რთულია, რა თქმა უნდა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ბოლო დროს ამ საქმესთან ერთად კომენტატორსაც ვარ, თქვა შეჭიდებული, მაგრამ რა ვიცი, ვფიქრობ, თავს ვართმევ ორივეს ერთად, ორივე საქმეს. ახლა გამოცდების პერიოდია, განსაკუთრებული მომზადებაა საჭირო და ჩემი დატვირთვებით განსაკუთრებულად გაიზარდა. ყავს 6 წლით უმცროსი ძმა, დაჩი. საკმაოდ ნიჭიერია. ფეხბურთს თამაშობს მისგან განსხვავებით საკმაოდ კარგად. დამყავდა ფეხბურთზე, თუმცა ეხლა რაღაც პრობლემების გამო დროებით ინდივიდუალურად ვავარჯიშებ. და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ ყველანაირ საქმეში რაც ხელს მოკიდებს, წარმატებას მიაღწევს და მე ჩემი მხრივ ყველაფერს დავესწავლე. ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილი უჭირავთ ჩემს ვაკაცებს, ოჯახის წევრები ვით არიან. თუ ძალიან დატვირთული არ ვარ უნივერსიტეტისგან, აუცილებლად ჩემთან სახლში ვატარებ თითქმის ყოველ საღამოს. რა თქმა უნდა, შაბათ-კვირას განსაკუთრებით, როდესაც თამაში ფეხბურთი არის, საფეხბურთო ვიკენდზე ყოველთვის ერთად ვიკრიბებით. გადაცემა რუნი მოედის ცენტრში, შორეული გადაცემა, ვამპერსი მიიღებს დარტყმა გოლ! გოლ! რა გოლ! აი! საგოლ! რა ვიცი, ნებისმიერ საქმეში, არა მარტო გართობისას, ყოველთვის ერთად ვართ და რა ვიცი. ძალიან დიდ დახმარებას გრძნობ მათგან. ვამპერსი მესამე, მიდი! ეგე გოლ! საგოლ! ეგ მეტი წამოვიდა, ჩარ. რაც შეეხება ჩემს სპორტულ აქტივობებს და ჩემს სპორტულ ცხოვრებას ზოგადად, ბავშვობაში თამაშობდი ფეხბურთს, თუმცა შემდეგ ესე აქტიურად ხევში, სწავლას მოვკიდე ხელი. დღესდღეობით გასართობად თუ ვითამაშობ ხოლმე ვაკაცები. ფეხბურთს უმთავრესი ადგილი თქო, როგორ თქვა, მაგრამ ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად სპორტს მიქობ, ქართულ სპორტს ყურადღებით ვადევნებ თვალს, მიხარია ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება, შესაბამისად ბუნებრივია. როგორც ფეხბურთელისთვის ნიშნავს კედელზე ჩამოკიდებული გუცები კარიერის დასასრულს, დიდი იმედი მაქვს, რომ კედელზე ჩამოკიდებული კომენტატორის მაისური ჩემთვის საკომენტატორო კარიერის დასრული არ იქნება. ორივე ფლანგზე ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელები ყავს რუსთავის მეტალურგს, როგორც ლობჟანიძე, ასევე საჯაია. ისინი ხშირად ცვლიან ხოლმე ფლანგებს, ვნახოთ დღეს მიმართავენ თუ არა ამ ხერხს. ფიფია მენთეშაშვილის ორსულიანი კომბინაცია და გამოცდილი ფეხბურთელის უმისამართო გადაცემით სრულდება აუც დინამოს ფეხბურთელები მოაწვდიან. მატჩის მიმდინარეობს მატჩის მე-19 წუთი. უპირატესობას ჯერჯერობით ვერცერთი გუნდი ვერ დაემუქრა და არც რეალური სახიფათო მომენტი ყოფილა.
რომელიმე კართან თუ კი დინამოელთა სახიფათო ჩაწოდებას არ ჩავთვლით. რაც შეეხება რუსთავის მეტალურგს, ის 53 ქულით 7-ად ლიდერობს ქვედა 6 ეულს. მეცაც გეტყვით, ცოტა პარადოქსული სიტუაციაა დამეთანხმებით, მაგრამ ზედა 6 აქვს ჯაბადვალია, ძალიან კარგი დარტყმა და 1-0. ჯაბადვალი გატანილი გოლის ავტორი გახსნეს დინამოელებმა ანგარიში. რუსთაველთა შეცდომის ხარჯზე 22 წუთზე ჯაბადვალმა დააწინაურა თბილისელები. მეკარისგან შორეულ დაბალ კუთხეში გაიტანა ჯაბადვალმა, განმეორებით შევხედოთ ლუკა რაზმაძე. კარგად ეთამაშენ მას დინამოელები და დვალით საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა. მატჩის წინ ერთ-ერთი უცხოური ტოტალიზატორის კოეფიციენტები ასე გადანაწილდა 5 და 5 ქონდა მეტალურგს გამარჯვებაზე 3 და 6 ფრეს, ხოლო 1 და 45 დასრულდა 1 და 45 დინამოს გამარჯვებას. დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი ანგარიშით 0-1 დინამოელები არც თუ ისე დამაჯერებლად, თუმცა იგებენ ამ მატჩს დვალის მიერ 23 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით. შევისვენოთ 15-ოდე წუთი და დაუბრუნდებით ჩვენს პირდაპირ ეთერში. დონ ედო, ასე იცნობს მას რადიომსმენელი. მიკროფონი და პულსასმენი მისთვის უცხო არ არის. რადიოში მუშაობის გამოცდილება კონკურსში ძალიან დაეხმარა. ურიდან პულში მარტივად გადადიოდა, თუმცა თითქმის ყველა ეტაპზე ჟიურისგან მეტი ემოციურობისთვის შენიშვნებს იღებდა. მაშასე მოგესალმებით პატივცემულ რადიომსმენელებო, რადიო საქართველოს მის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს გადაცემა სპორტ ონლაინი. ამ წუთიდან მოყოლებული 22 საათამდე დონედო გამცნობთ არაერთ საინტერესო სიახლეს, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სპორტზე, ასე რომ გვისმინეთ და ბევრ საინტერესო ინფორმაცია შეიტყო. გამარჯობა, მე ვარ ედუარდ მელოიანი, პროექტ კომენტატორის ერთ-ერთი მონაწილე, 28 წლის ჟურნალისტი. დავიბადე ქალაქ თბილისში, დავამთავრე 64 საშუალო სკოლა და ასევე დავამთავრე საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის ინსტიტუტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. როდესაც ვიყავი მეორე კურსზე, უკვე ვეზიარე, ასე ვთქვათ, მიკროფონს და ერთ-ერთ რადიოში ვიყავი ერთ-ერთი მუსიკალურ საფეხბურთო გადაცემის წამყვანი. შემდეგ უკვე ამას მოყვა 2006 წლიდან მოყოლებული ჩემი საავტორო საფეხბურთო გადაცემები სხვა რადიოში და 9 წელია მთლიანობაში, რაც ვარ ამათ რადიოში და ასე ვთქვათ, ვცდილობ დავიმკვიდრო ჩემი ადგილი ჟურნალისტიკაში. საპასუხო მატჩი მე შეგახსენებთ, რომ გაიმართება უკვე 8 მაისს დინამო არენაზე. მართალია, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, დრო რჩება და აი ამ თავისუფალი დროის მანძილზე ვთამაშობ ასე მაგალითად ბილიარდს, რომელიც ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მიყვარს სნუკერი, ბილიარდის ერთ-ერთი არა, ყველაზე პრესტიჟული სახეობა, ყურება უფრო მიყვარს, მაგრამ თამაშიც ასევე. ასევე ბავშვობიდან გატაცებული ვარ სხვათა შორის ისეთ სამაგიდო თამაშით, როგორც არის დომინო. და მეგობართა წრეში ვთამაშობ ამ საინტერესო თამაშს, რომელიც მათემატიკასთან ძალიან მჭიდრო კავშირშია, თუმცა აქ საჭიროა გარკვეული ინტელექტის გამოთვლაც, ინტუიციაც და ასე ვერთობდი იმ მეგობრებთან ერთად, რომლებიც შესაბამისად არიან დომინოში კარგად გაფიცნობიერებული. ჩემს საძინებელ ოთახში ახლაც არის კუთხე, საფეხბურთო კუთხე შეგვიძლია უწოდოთ. რადგან მსოფლიო ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავია, ის ვარსკვლავები, რომელსაც მე წლების წინ ვადევნებდი თვალყურს და ახლაც ნაწილი აი ამ მოთამაშეებისა აგრძელებს კარიერას და როდესაც აი ამ პლაკატებს უყურებ, ვარ აი ამ გარემოში, ამ წმინდა საფეხბურთო ატმოსფეროში და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება. მაქსიმალურად ჩართული ვარ სპორტში, ყოველთვის ყველა სიახლე მაინტერესებს და ვცდილობ, რომ აი ამ სპორტული სამყაროს დინებას, ასე ვთქვათ, არ ჩამოვჭე და რიტმი სპორტული სამყაროში ყოველთვის შევიქმნო. პროექტ კომენტატორში მონაწილეობა ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ცხოვრებისა
რომელსაც რეალურად შეუძლია შეცვალოს ჩემთვის ბევრი რაღაც. ეს არის პროექტი, რომელშიც მე შემიძლია მაქსიმალურად თავი გამოვიჩინო და კიდევ ერთი საფეხური ჩემი კარიერისა, კიდევ ერთი საფეხურით ჩემს კარიერაში წინ წავიწიო და უღრმესი მადლობა მინდა უწინარეს ყოვლისა აი ამ პროექტის ავტორებს, ორგანიზატორებს გადაუხადო იმისათვის, რომ მათ მისცეს ელემენტარულად საშუალება უამრავ ადამიანს ჩემსავით, რომ გამოიჩინონ თავი, სადონ ბედი იმ პროფესიაში, იმ ძალიან კარგ პროფესიაში, რასაც კომენტატორობა ჰქვია. ამით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ნებამგოძე დაგემშვიდობოთ. ერთმანეთს ამავე ტალღაზე, აშუცა და ცხაზე რადიო საქართველოს მის პირდაპირ ეთერში უკვე ხვალ შეხვდებით. სპორტ ონლაინის დღის რიგით პირველ გამოშვება ზუსტად 15 საათზე მოისმენთ. მომავალ შეხვედრამდე. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი განაგრძობს პირდაპირ რეპორტაჟს ფოლადის სტადიონიდან, იქ სადაც რუსთავში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში რუსთავის მეტალურგი თბილისის დინამოს მასპინძლობს. მათ საყურადღებოდ ვინც ოდნავ მოგვიანებით შემოგვიერთა, აი ამ წუთიდან მოყოლებული, მე მინდა გითხრათ, რომ პირველი ნახევრის შემდეგ დუშან უხრინის შეგირდები იგებენ მინიმალური სხვაობით 1-0 მატჩის 23 წუთზე. ანგარიში ჯაბადვალმა გახსნა, ისარგებლა დინამოთა ფორვარდმა მეცხრე ნომერმა გუსტაველთა მიერ დაშვებული შეცდომით უწყინა სიტუაციაში მოედნის ცენტრის სიახლოვეს დაკარგეს ბურთი. მასპინძლებმა მიიღო ბურთი ჯაბადვალმა, რომელიც მიუახლოვდა მოწინააღმდეგის საჯარიმოს და დაბალი ზუსტი დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა. დიახ, რაც შეეხება ემანუელ მენდის, მე აქვე მინდა გითხრათ ისიც, რომ ეს არის ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც წელს ჩაირიცხა თბილისის დინამოში, იგი გახლავთ 1990 წელს დაბადებული, ახალგაზრდა ფეხბურთელია, თამაშობდა ესპანურ კლუბებში, დეპორტივოში, ლაკორუნიის კლუბში და ასევე ბურსიაში და გარკვეული პერიოდი დაყო ლივერპულის შემადგენლობაში. ამასობაში მორიგიწვლება რუსთავის მეტალურგის რიგებში 23 ნომერმა დენის დობროვოლსკიმ დატოვა მოედანი და მის ნაცვლად მე-17 ნომრით ჯაბა უკაცრავად რა თქმა უნდა მე-17 ნომრით ირაკლი სიხარულიძე გამოვიდა მოედანზე. აქ ისევ მენდი თამაშობს ზუსტად მოედნის შუაგულში, კარგად გამოიყურება აი ეს ფეხბურთელი დინამოსი დღევანდელ მატჩში. ჯერჯერობით მას უხეში შეცდომა შეიძლება ითქვას, რომ არ დაუშვია, ფიფია პასი მაქა სიხარულიძის მისამართით ამპლუით თავდამსხმელია, როგორც მოგხსნათ ირაკლი სიხარულიძე, აქ ზურა მეტეშაშვილის შეტევას მევადევნო თვალყური პასი, დარტყმა ლორია, შეიძლება გოლის გატანა და ერთი ტემპი რომან ახალკაცმა ანგარიში წონასწორობა აღადგინა. ხედავთ ხარობენ რუსთაველი ფეხბურთელები, ძალიან კარგად ითამაშეს აქ მასპინძლება და სრულიად დამსახურებული შედეგი მთელი მატჩის განმავლობაში თამაშობდა კარგად რუსთავის მეტალურგი, უტევდა როგორც პირველ ნახევარში, ასევე მეორე ტაიმში და შედეგად სრულიად კანონზომიერი რეზულტატი ცვლილებაზე შემოსულმა რომან ახალკაცმა სტელის მიერ ასე ვთქვათ გაცემული ავანსები სრულად გაამართლა და ანგარიში შეხვედრაში გაათანაბრა. მაშასე 1-1 რუსთავის მეტალურგისა და თბილისის დინამოს შეხვედრაში სულ უფრო ცოტა დრო რჩება დღევანდელი მატჩის ძირითადი დროის ამოწურვამდე. შეიძლება თამამად იმის თქვა, რომ ტერიტორიულ უპირატესობას ყოველ შემთხვევაში გიორგი ყიფიანის გუნდი ფლობს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებს მეორე ბურთის გატანას, რაც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს აი ამ დღევანდელ დაპირისპირებაში. ჩვენი დღევანდელი ტრანსლაციის სპონსორია ევროპაბეტი, ლიდერი აზარტული თამაშების სფეროში. მაკედონიელმა დარკო გლიშიჩმა მიიღო აქ ბურთი, ნახოთ ძლიერი პასი წინ მიკელ ალვარო იბრძოლა მეორე სართულზე, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ მოიგო. ისევ მიქაბერძე ძალიან აქტიურია ეს ფეხბურთელი, ახალკაცის მისამართით გადაცემა, ჩაწოდება, შეიძლება დარტყმა და 2-1 რუსთავის მეტალურგი დაწინაურდა. აი ასე 94 წუთზე შესძლო მაინც გიორგი ყიფიანის კლუბმა მეორე გოლის გატანა ამ შეხვედრაში. წინვალე კომბინაცია გაითამაშეს მეტალურგის მოთამაშეებმა და შესძლეს აქ მეორე გოლის გატანა ახლო მანძილიდან
დათო საჯაიამ აიღო დინამოელთა კარი ხედავთ რომან ახალკაცი მისი გარღვევა ზუსტი გადაცემა და დათო საჯაიას პრინციპში არც აღარაფერი დარჩენოდა იმის გარდა რომ თავისი გუნდი წინ გაეყვანა დღევანდელ მატჩში ფეხბურთის სიყვარული ოჯახის უფროსი წევრებისგან მემკვიდრეობით გადაეცა, ისევე როგორც არაერთი საფეხბურთო რელიკვია. ვახო ჩიკვაიძე ჩვენი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საქმიანი და შრომის მოყვარე მონაწილეა. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მაინც გამონახა თქო იმისთვის, რომ თავი კომენტატორის ამპლუაში გამოეცა. ვარ ვახო ჩიკვაიძე 23 წლის პროფესიით ვარ ჟურნალისტი დავამთავრე სკოლა მე-7 გიმნაზია ყოფილი შემდეგ 63 საჯარო სკოლა შემდეგ დავამთავრე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის ფაკულტეტი იყო რამდენიმე ისეთი მომენტი როდეს რამაც ჩემ ასე ვთქვათ ცხოვრებაში რაღაც შეცვალა ეს პირველ რიგში იყო თუნდაც ის რომ მე დავიწყე სარეკლამოში მუშაობა და ვისწავლე ძალიან ბევრი რაღაცა ელემენტარულად ხალხთან ურთიერთობა ასევე ვისწავლე თუნდაც საოფისე პირობებში მუშაობა და ასე შემდეგ. ეგ დამთავრებული სარეკლამო სფეროში ყოველთვის საჭიროა ახალი იდეები. შეიძლება ითქვას რომ ეს ხედი რაღაც თითქოს მუზას გაწვდის რა ყოველდღიურად. ყოველთვის აქვს დაძაბული დღის შემდეგ ან დაძაბული რეჟიმის დროს ყოველთვის არის ხოლმე საშუალება იმის რომ რაღაც 2-3 წუთით ამ აივანზე გამოვიდე, არა მარტო მე ჩემი თანამშრომლების და რაღაც სასიამოვნო გზნობაა, როდესაც აი ესეთ ხეთს უყურებ შენი ოფისიდან, შენი ფანჯრებიდან და ძალიან კარგი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი კვირა მაქვს დაკავებული სამსახურის გამო, ყოველთვის ვახერხებ ხოლმე, რომ გამოვნახო პატარა დრო იმისთვის, რომ დავწერო პატარა სცენარები და შემდეგ ამ სცენარების მიხედვით ჩემი თვე გადავიღო რაღაც ვიდეო. ვათამაშოთ ჩემი მეგობრები, როგორც სახეობები და შემდეგ ეს დავამონტაჟო. ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მაინჭებდა ყოველთვის და ეხლაც მაინჭებს. ამ დროს მგონია ხოლმე რომ სადღაც ან უწყდები ყველაფერს და რაღაც ჩემ სამყაროში ვარ ხოლმე, როდესაც ვამონტაჟებ რაღაცას ან ვიღებ. What? ჩემ ოჯახში საერთოდ ყველა ძალიან უყვარს ფეხბურთი, თუმცა ყველაზე მეტად ალბათ გავს ვიზა ჩემს ფეხბურთი, რომელიც ბავშვობიდან აგროვებდა ძალიან ბევრ ჟურნალებს, გაზეთებს, პოსტერებს, სხვადასხვა ფეხბურთელების და მან იქონია გარკვეული ძალიან დიდი წვლილი იმაში, რომ მე დღეს ფეხბურთი მიყვარს ასე ძალიან. ვიზა ჩემს ყავს 5 შვილი, 4 ბიჭი და 1 გოგო, მეორე ბიძაც ყავს, რომელსაც 1 ბიჭი და 1 გოგო ყავს. თუმცა აი ამ 5 შვილიდან ორნი არიან ისეთები, რომლებიც ფეხბურთზე გიждდებიან. ხოდა მე ხშირად დავყვები ხოლმე მათ ვარჯიშებზე, თამაშებზე, მათ შორის და ძალიან ხშირად ვცდილობ ხოლმე, რომ მე რა გამოცდილებას დავაგროვე თუნდაც ფეხბურთის ყურებით ან ჩემივე თამაშით, ის გამოცდილება გაუზიარო. დაძაბული დღის შემდეგ, როდესაც მაქვს ხოლმე დრო, ხშირად ვცდილობ რომ მივაკითხო ერთ-ერთ ბარს, სადაც იკრიბებიან ჩემი მეგობრები, მათი უმეტესობა და ვცდილობ ხოლმე რომ ეს განვიტვირთო იქ ჩემი მეგობრებთან ერთად და მივიღო მცირეოდენობით ალკოჰოლური სასწრაფო. თუმცა ბოლო 2 წლის მანძილზე ამის ნაკლები საშუალება მქონდა იმის გამო რომ მოატარებ მანქანას და არანაირი უფლება არ მქონდა რომ ნასვამის გარიყავი საჭესთან. მაგრამ 2 წლის წინ მე ჩავიფიქრე ესეთი მზაკრული გეგმა
და ჩემ შეყვარებულს ვასწავლე მანქანის მართვა. ეხლა გაჩვენებთ რა სარგებლობა გვაქვს მართვის მოსპობიან შეყვარებულს. ამ 2 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ნერვების ფასად დამიზდა ეს ყველაფერი, თუმცა ჩემმა ჩადებულმა ინვესტიციამ გაამართლა, ჩემმა შეყვარებულმა აიღო მართვის მოწმობა და დღესდღეობით თავისუფლად შემიძლია ნებისმიერ დროს მივიღო ალკოჰოლური სასმელი, რა რაოდენობითაც მინდა. და არანაირი პრობლემა არ მექნება იმის, რომ დავждე საჭესთან, იმიტომ რომ ყავს გვერდით ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ატარებს დღესდღეობით მანქანას. 5 წელიწადზე მეტია უკვე, რაც მე მიყვარს ერთი გოგო. რამდენიმე ხანია რაც ვაპირებ, რომ ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგა და მინდოდა რომ ეს ყოველთვის გამეკეთებინა ორიგინალურად და ამაზე მეტი ორიგინალურად ამ რაღაცის ორიგინალურად გამოხატვის საშუალება ამაზე მეტად ჩემი აზრით არ მექნება არასოდეს და მინდა ეხლა ვთქვა ერთი რაღაც. მარიამ ლოგუნოვა, შენ იცი რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ და გთხოვ, ცოლად გამომყევი. მიყვარხარ. მე-17 ნომრით მოედანზე შემოვიდა ირაკლი სიხარულიძე, რომელმაც შეცვალა ნახევარმცველი დენის დობროვოლსკი. რა შეიძლება ითქვას დენის დობროვოლსკიზე? თავის საქმე შეიძლება ითქვას, რომ მეტნაკლებად კარგად გაართვა, თავი ჩაშალა რამდენიმე შეტევა თბილისის დინამოსი, რამდენიმე კარგი პასიც გააკეთა. თუმცა ზესტაფონის მთავარმასწავლელმა გიორგი ყიფიანმა გადაწყვიტა, რომ შეეცვალა რუსთაველთან ნახევარმცველი და მის მაგივრად მოედანზე შემოუშვა ირაკლი სიხარულიძე. აქ რუსთაველი ფეხბურთელები არიან. დარტყმა, კარგად მოიგერია ბურთი გიორგი ლორიამ და დარტყმა და გათანაბრდა ამ შეხვედრაში ანგარიში. ეს მოახერხა რუსთაველთან მერვე ნომერმა ლობჟანიძემ, რომელმაც ისარგებლა შეიძლება ითქვას ლორიას შეცდომით, რომელმაც ვერ მოიგერია სათანადოდ კარგად ბურთი და გაათანაბრა მატჩის 66-ე წუთზე ანგარიში. ხედავთ გამეორებით ფიფიას დარტყმა, ლორიას ძალიან ცუდი მოგერია ბურთი და უკაცრავად ეს იყო ახალკაცი და არა ლობჟანიძე, რომელმაც დამატებაზე ძალიან კარგად ითამაშა და გაათანაბრა მატჩის 66-ე წუთზე ანგარიში. ეხლა ალბათ წესით და რიგით უფრო უნდა დაიძაბოს შეხვედრა. წესით და რიგით უფრო უნდა დაიძაბოს შეხვედრა და უფრო უნდა გადავიდნენ როგორც დინამოს ფეხბურთელები შეტევაში, ასევე რუსთავის ფეხბურთელები, თუმცა ამას დინამოს ფეხბურთელები აკეთებენ ჯერჯერობით. ჯაბადვალია მოედნის რუსთაველთან ნახევარზე, კარგად თამაშობს ალვარო, თუმცა გაექცა ბურთი და რუსთაველთან მეკარე ალავიძე. შეიძლება ითქვას, რომ სანახაობრივი თვალსაზრისით პირველი ტაიმი გაცილებით უფრო აქტიური გამოდგა, თუმცა არც მეორე ტაიმს არ აკლია. სახიფათო ეპიზოდები, აქ ჯაფარიძე წაიბორძიკა არა და შეეძლო სახიფათო ჩაეწოდებინა მეტოქის საჯარიმოში ბურთი და ისევ ლორია, რომელიც სავარაუდოდ გრძელი დარტყმით შეიყვანს ბურთს თამაში. გადაცემას აკეთებს გლიშიჩი მოედის ნახევარზე, კოტო შეეძლო კარგად ეთამაშა ბურთის თუმცა არც ეს რუსთაველმა ფეხბურთელებმა თბილისის დინამოს ფეხბურთელს ბურთი და შეიძლება აქ ახალკაცმა გაამწვავოს ეპიზოდი, ჩაატოდა საჯარიმოში დარტყმა და 2-1 შეძლეს რუსთაველმა ფეხბურთელებმა ამ შეხვედრაში დაწინაურება. გამეორებაზე ძალიან კარგად გამოჩნდება ეს ეპიზოდი, მე შევესწრები აი ახალკაცის ძალიან კარგი ჩაწოდება და იქ თუ არ ვწდები ეს იყო საჯაია, რომელმაც გაზარდა რუსთაველთა უპირატესობა ამ შეხვედრაში. საჯაია მარცხენა ფლანგზე ჩაწოდების ცდელობა საჯარიმოში, თუმცა კვარაცხელიამ გამოიტანა ეპიზოდი და რა ვიცი, ამ თამაში თბილისის დინამოს ამ თამაში ძალიან გაუჭირდება თასის ფინალში გასვლა. რადგან მეორე ტაიმში თითქმის ვერაფერი ვერ შემოგთავაზეს საქართველოს ჩემპიონატის ლიდერებმა. ეხლა ალბათ შეიყვანს გიორგი ლორია და დაამთავრა მატჩის თავარმა არბიტრმა აბდულა ბასლეფრომ ეს შეხვედრა 2-1 რუსთავის მეტალურგის საკმაოდ კარგი გამარჯვება თბილისის დინამოზე და საკმაოდ კარგი ფორად შეიქმნეს რუსთაველმა ფეხბურთელებმა გასვლითი მატჩისთვის. გასვლით შეხვედრაში ერთი გატანილი გოლიც კი რუსთაველი ფეხბურთელების ძალიან დაამძიმებს თბილისის დინამოს შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითხს.
თქვენთვის ეთერში მუშაობდა ვახო ჩიკვაიძე. კარგად განდებოდით. ჩვენი საფეხბურთო საღამო რუსთავში ამით არ სრულდება. მესამე ნახევარფინალის ჯიური ევროპა ბეტის ერთ-ერთ ოფისში გამოავლეს. ჟიურის წევრები შეიკრიბებიან, განიხილავენ 4-ვე კონკურსანტის მიერ წაყვანილ დღევანდელ შეხვედრას და შესაბამისად ბოლოს საუკეთესოსაც აირჩევენ. სანამ ჟიური მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება, კონკურსის საუკეთესო 16 მონაწილე დინამო არენას ეწვია. მათ აქ მორიგი მასტერკლასი ელოდება, ამჯერად სპორტული ჟურნალისტიკის გამოცდილ და ღვაწლმოსილ წარმომადგენლებთან. მომავალ კომენტატორებს საჭიროდა სასარგებლო რჩევები თენგიზ გაჩეჩილაძემ, ნუგზარ ჯუღელმა, თემურ ჯაფარიძემ და ჯამლეთ ხუხაშვილმა მისცეს. თბილისიდან ცხრამთა გადაიარეთ ხლებგაშლილმა ბიჭებმა რომ დაგეცვათ უზბეკეთის მიწაზე საქართველოს მილსება არის სასრულ დაოცნება არის სასრულ და მიზანი და მიზანი კიდევაც დაიზრდებია ალგეთლები მისანი არის სასრულ დაოცნება არის სასრულ და მიზანი კიდევაც დაიზრდებია ალგეთლები მისანი მესამე ნახევარფინალისტი არის ედუარდ მელოიანი. გავსი ფორმატით იყო მესამე ტური, ორი ნახევარფინალი ჩვენ წინა ტურებში გამოვავლინეთ და ჩემი აზრით ყველაზე რთულად გადაწყვეტილება მაინც დღეს მივიღეთ. რატომაც ისე დაემთხვა, რომ 4 მონაწილე დაახლოებით ერთი დონის იყო. ჩვენ დაგვჭირდა დამატებითი კრიტერიუმი იმის ამოსარჩევა თუ ვინ გავიდოდა ნახევარფინალში და იმის გათვლით რომ მომავალი ტური, შემდგომი ტური ნახევარფინალი იქნება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი. ამის გათვლით არჩევანი გავაკეთეთ ედუარდ მელოიანზე. თუმცა ეხლა სათითაო დახასიათება სპეციფიურად ძალიან გამიჭირდება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაახლოებით თანაბარი დონის მონაწილეები იყვნენ. მინდა დავამატო, რომ რთული შეხვედრა შეხვდათ წასაყვანად, იყო რთული პირობები, იყო საქართველოს თასის ნახევარფინალის შეხვედრა. ჩემი აზრით უფრო გაუვიოლდებოდათ ამ კონკურსანტებს ისეთი თამაში წაყვანა, როგორც ვთქვათ, იგივე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი იქნება. ამიტომ დღეს მაინც უპირატესობა ედუარდმა მოიპოვა ჩემი აზრით მაინც კიდევ გამოცდილების ხარჯზე და მე იმედი მაქვს, რომ ის ნახევარფინალში შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის სათანადო დონეზე წაიყვანს და სათანადო კონკურენციას გაუწევს თავის კონკურენტს, რომელიც მათ ნახევარფინალში შეხვდება. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ საკმაოდ რთული იყო ამ 4 ადამიანიდან ერთი გამარჯვებულის დასახელება. ვიტყვი იმას, რომ ამ 4-ვეს შეუძლია სამომავლოდ პროფესიად გაიხადოს კომენტატორობა. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც თუნდაც ჩვენ მეუნებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, რასაც ვაძლევდით რჩევებს და თუ ეს ყველაფერი გაითვალისწინეს, 4-ვე შეიძლება
გახდეს სამომავლოდ კარგი კომენტატორი, აქვთ მათ ამის პოტენციალი, თუმცა დღეს ძალიან გართულდა იმის გამო, რომ რაღაც პატარ-პატარა დეფექტები იყო 4-ვე საყვანაში, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა იმან, რომ ერთ-ერთ კონკურსანტს აქვს გარკვეული გამოცდილება. და ეს გამოცდილება გახდა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი გულისხმობ ედუარდ მელოიანს. ახალგაზრდები არიან თავისთავად, უნდათ ეს კომენტატორობა და ჩადონ კიდე ბედი გაიცათ. თანაც პრაქტიკა უფრო მეტი ექნება და ამიტომ ყურებს ნუ ჩამოყრიან და რაღაცას ალბათ მიაღწევენ. და რაც შეეხება ედუარდ მელოიანს, სწორი ბრძანის ჩემმა კოლეგებმა ამ შემთხვევაში უფრო გამოცდილება აქვს, რა თქმა უნდა, რადიოში ნამუშევარია და ამან განაპირობა, რომ მაინც 4-დან ეს ერთი ავიჩიოთ. და მინდა რომ მიულოცო და ნახოთ ახლა ნახევარფინალში როგორ წაიყვანს რეპორტაჟს. 27 მაისს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი გამარჯვებულს 1 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. მეორე ადგილზე გასული კი პირველი არხისა და ევროპებედისგან მიიღებს უნიკალურ შანსს, რომ პრაღიდან არხის კომენტატორთან ერთად 2012-2013 წლების UEFA-ს სუპერთასის მატჩი პირდაპირ ეთერში წაიყვანს. ჩვენ მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. სურამენტეშაშვილის შეტევას მევადევნო თვალყური პასი, დარტყმა ლორია შეიძლება გოლის გატანა და 1-1 რომან ახალკაცმა ანგარიში წონასწორობა აღადგინა. ხედავთ ხარობენ რუსთაველი ფეხბურთელები, ძალიან კარგად ითამაშეს აქ მასპინძლებმა და სრულიად დამსახურებული შედეგი მთელი მატჩის განმავლობაში თამაშობდა კარგად რუსთავის მეტალურგი, უტევდა როგორც პირველ ნახევარში, ასევე მეორე ტაიმში და შედეგად სრულიად კანონზომიერი რეზულტატი ცვლილებაზე შემოსულმა რომან ახალკაცმა, ისევ მიქაბერძე ძალიან აქტიურია ეს ფეხბურთელი, ახალკაცის მისამართით გადაცემა, ჩაწოდება, შეიძლება დარტყმა და 2-1 რუსთავის მეტალურგი დაწინაურდა. აი ასე 94 წუთზე შესძლო მაინც გიორგი ყიფიანის კლუბმა მეორე გოლის გატანა ამ შეხვედრაში. წყინვალე კომბინაცია გაითამაშეს მეტალურგის მოთამაშეებმა. რამდენიმე წამი ღარჩება აი ამ ძალიან კარგი მატჩის დასრულებამდე. დასრულდა შეხვედრა მაშასე 2-1 დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების პირველ ნახევარფინალურ მატჩი ფოლადის სტადიონზე რუსთავის მეტალურგმა საშინაო მატჩი 2-1 დაამარცხა თბილისის დინამო. მე შეგახსენებთ, რომ დინამოელები პირველ ნახევარში ჯაბადვალმა დააწინაურა, 68 წუთზე კი ანგარიში რომან ახალკაცმა გაათანაბრა. შემდეგ კი მისი ზუსტი გადაცემის შემდეგ უკვე დათავსაჯაიამ გაიტანა გამარჯვების მომტანი ბურთი. 2-1 დაველოდოთ საპასუხო მატჩს. თქვენ კი ხედავთ განმეორებით გატანილ გოლებს, ჯაბადვალის გოლია თქვენს ეკრანებზე და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რომ საპასუხო მატჩი არანაკლებ საინტერესო გამოდგება. მე კი ამით ნება მიბოძე დაგემშვიდობოთ ზურპასო ტელემაყურებლებო, ყველას მადლობა ყურადღებისათვის და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მორიგ რეპორტაჟი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე დამდეგ შაბათს 27 აპრილს შემოგთავაზებთ საქართველოს ეროვნული პირველობის ცენტრალურ მატჩს იხილავთ გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე. გორის დილა მეორე ადგილზე მყოფი გუნდი გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს თბილისის დინამოს მიიღებს. მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.